ეს გადაცემა მონატრების სფერებია, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. გამარჯობა საქართველოს ულამაზესი ქალაქი რუსთავიდან. ამ ქალაქს მეგობრობის ქალაქსაც ეძახიან. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი მინდა გაგაცნოთ, რომელიც სოციალურ პლატფორმებზე ძალიან პოპულარობით სარგებლობს. მას განსაკუთრებულად მაგარი ხმა აქვს და ბოლოს მან დაგვამახსოვრა მხატვრული კითხვით თავი. მე საინტერესებდა თუ ვინ იყო ამ უმაგრესი ხმის ავტორი და ჩემი პროდიუსერის ლიგია მუშკუდიანის დახმარებით მე დღეს ვსტუმრობ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ხმას ზვიად დოლიძეს. გამარჯობა ზვია, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და იღებ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. მივესალმები თქვენს მსმენელს, თქვენს მაყურებელს სრულიად საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს ემიგრანტებს განსაკუთრებით და მადლობა მინდა პირიქით მოგახსენოთ ჩემთან სტუმრობისთვის, ჩემით დაინტერესებისთვის. რაც შეეხება ეს ნუსხა, რაც ჩამოყარე და ჩამოწერე და ჩამოარაკრაკე, ყველაფერი მე მეხება? რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პოპულარული ხმა განსაკუთრებით ბოლოს მხატვრულ კითხვაზე ლექსი დედა. კი ბატონო, რომელსაც კითხულობთ თქვენ. მეტი ნახვა აქვს და მაქსიმუმ ჯერ ენახავენ ეს და ესე იგი ბევრმა ნახა. მაგრამ სანამ უშუალოდ ინტერვიუს დავიწყებ თუ როგორი ბავშვობა ქონა ზვიად დოლიძეს და საიდან იწყება მისი მსახიობური ნიჭი, აი იქ სკოლაში რომ ბაძავდი სასწავლო ნაწილს, მანამდე ლექსი რომ წაგვიკითხო დედა. დედები ბერდებიან. დედები თეთრდებიან, თეთრ ფიფქადეგებიან შვილების ნაბიჯებს. შვილები ვერ ხვდებიან მთებს როგორ ერევიან, დედით რომ აღწევენ მიუვალ ნაპირებს. დედები გვპირდებიან, ჩუმჩუმად ილევიან და მაინც გვიტოვებენ მომციმარ აპრილებს. დედები გულით გრძნობენ, დედობა სხვაფერია, იციან წვიმას როდის აპირებს. დედობა ასეთია, უსიტყვო მზადყოფნა, ქარში და ავდარში სიმშვიდის სავანე, სანამ დედა გვყავს მუდმივი ბავშვობა. დედობა სიკეთეა, მეხუთე სხვა მხარე, შვილები იზრდებიან. შვილებმა რა იციან, დედების წინაშე მთებიც მხრებს იდრეკენ. დედები შვილისთვის ცეცხლშიაც გაივლიან, შვილებსაც, დედებსაც მქონოდეთ სიკეთე, დედები ბერდებიან. დედები თეთრდებიან, თეთრ ფიფქადეგებიან შვილების ნაბიჯებს. შვილები ვერ ხვდებიან, მთებს როგორ ერევიან, დედით რომ აღწევენ მიუვალ ნაპირებს. სანამ უშუალოდ მხატვრულ კითხვას დაიწყებდით და გახდებოდით ასეთი პოპულარული, დავიწყოთ ღრმა ბავშვობაში წავიდეთ. მე 6 კლასში იყავით, როდესაც პირველად სასწავლო ნაწილმა მოკლედ გამოგიშვათ კაბინეტიდან და დაიწყეთ მისი პაროდია. ჩემზე კარგად იცით, ესე იგი. ჩემზე ყველაფერი. კი ბატონო, იმიტომ რომ ადამიანს როცა გაგიჭირდება მე ყველაფერი რაც რესურსი გაგაჩინე აბსოლუტურად შინაგანი, გარეგანი ყველაფერს იყენებ ხოლმე და ეს იყო მე-6 თუ მე-7 კლასი. ნუ დაახლოებით ეგრე რა, ისე ცუგლუტობის პერიოდს რაც შეეხება. იმდენად გამოვიყვანე ალბათ ჩემი გულიკო მასწავლებელი წყობიდან და მდგომარეობიდან, რომ დედის დაბარება არა, დედასაც მოიყვანდა, მამასაც მოიყვანდა, ნათესაობით დამებარა მთლიანად და ეს ნიშნავდა იმას, რომ ფაქტიურად სკოლა უნდა დამეტოვებინა. იმიტომ რომ მანადაც ჰქონდა ეხლა რაღაც პატარ-პატარა გამოული მდგომარეობები, რომლიდანაც მე თვითონ აქამდე გამომძვრალი ვიყავი და ნუ ეს მართლა სერიოზული ტრაგედია და პრობლემა იყო იმ კონკრეტულ სიტუაციაში და ამაზე არც მიფიქრია ეხლა, იცი რა, მე სასწავლო ნაწილის ხმას დავაჯენ და ამას წინასწარ ვერ დადგამ ვერანაირად და გამოვედი მართლა რა იყო პირველი სიტყვები, ესე ვთქვათ, გააჯავრე სასწავლო ნაწილს. ეს ძალიან შემთხვევით მოხდა, არაჩვეულებრივი ადამიანია, მე ძალიან მიყვარს გოჩა თაბაგარი, პირველად მეორედ მიწევს ახლა მაგის შესახებ იგივე ისტორიის მოყოლა და დღემდე რო ურთიერთობა გვაქვს ნუ სოციალურ ქსელში, ის ახლა რუსთავიდან გადავიდა და სხვაგან ცხოვრობს და გვაქვს ძალიან კარგი თბილი ურთიერთობა და შემთხვევით აღმოვაჩინე რა ესე ლაპარაკობდა და ხმადაბრი. და რაღაცაზე მოხდა ერთხელ ისეთი თემა, რომ შესვენების დროს
როგორ ახალ? გაჩერდი და გაჩერდა თელი და დერეფანი გაჩერდა ამ ბავშვების, იმიტომ რომ მაშინ ჩვენ კი არ გვეშინოდა. უბრალოდ კაცრი იყო. არა, კაცრი და პატივისცემა ჰქონდა მაშინ. სხვანაირი დამოკიდებულებები გვქონდა საერთოდ. ეხლა მე ჩემი შვილების და პედაგოგების ურთიერთობას რო ვუყურებ, ჩვენ დროს უფრო თბილი და სხვანაირი დამოკიდებულება იყო. მიუხედავად იმ მე მაგალითად ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი და არც არასდროს არ მიფიქრია რომელიმე მასწავლებელი ან მეზიზღებოდა ან რაღაცა ან მასთან აი პედაგოგ მასწავლებლის და მოსწავლე-მასწავლების დამოკიდებულება მქონდა. ისინი სხვა ხალხი იყვნენ ჩემთვის და აი ჩემი შვილის ასაკი და მასწავლებლების თემა როგორ არის იცი რომ მასწავლებელი და მოსწავლის თემა და ჩვენ შორის პირიქით ჩვენთვის უფრო მასწავლებელი უფრო მაღალი სხვა რანგი იყო სხვა ზეციური საქართველოს წარმომადგენლობას წარმოადგენდა და აქედან გამომდინარე უცებ ეს ეფექტი დერეფნის ეფექტი რომ გაჩერდით დავიძახე და გაჩერდა მთელი დარბაზი მივხედე და მე მივხვდი რომ რაღაცაშია საქმე რაღაცაშია იმიტომ რომ ის სხვა იქ დერეფნის იქიდან მხარეს იყო და იქიდან გამახსენდა რომ მოდი მეთქი მეც დავიძახე და ერთ-ერთი ხმას რა უნდა კაცო მაშინ იყო ეგეთი მომენტი მეტი გასართობი არაფერი იყო მგონი არა როგორ არის გასართობი სხვათა შორის მაშინ უფრო გასართობი ეხლა მხოლოდ ეხლა ესეთი ახალგაზრდობა არიან ესეთი ბავშვები არიან ისე დაგეტაკება რომ ვერც გაიგებ შენ რომ დაგეტაკო. იმიტომ რომ ტელეფონი თუ ტელეფონს ჩამოაშორებ იმ შემთხვევაში დაგინახავს რა. ხო და ჩვენ დროს არ იყო გასართობის მეტი რა იყო კაცო. ხო ხომ ბრინჩვეს როდით ხომ რა. ტრუბკებს ეძახდით ბრინჩვეს როდით ერთმანეთს რაღაცა და ყველაზე მძიმე იარაღი იყო მუხუდო. მუხუდო სამწარე. ხო. გასართობების მეტი რა იყო და როდესაც მოხდა ეს ჩემი საბედისწერო და აუბედითი გამოგდება გამახსენ იგივე დერეფანში არ გავიხედე რამოდენიმე დღის წინ რომ დავინახე ვდგავარ მარტო და შიგნით ერთი ამბავი არის კლასში მე რომ გამომაგდო ეხლა მე თავარი ამრევი გამოაგდო თორე შიგნით ეხლა უცებ ხო ვერ დაალაგდებოდა და დოლიძე რას აკეთებ მანდ და მოვსინჯე მეც ეხლა მოიშვაისუσα კლასი ჩემია ესე всё მორჩა ეხლა დაუშვათ და გუჩა მასწავლებელმა დამინახა და მეც ხოლმე უპასუხო კაცო მე გადმოვედი ჩემს ხმაზე ჩვეულებრივ მარტო ვდგავარ ვინმეს რო ეთქვა ერთ-ერთი მარტო ვდგავარ დოლიძე რას აკეთებ აი გულიკო მასწავლებელმა გამომაგდო იქ გაისუსა всё ხმა და ბად ლაპარაკით ჩედეს რატო მაიმონობდი ალბათ ხო აი მეთქი ვიცინოდით მეთქი ვიჭები და საუბრობდით მეთქი და გამომაგდო მეთქი ახლა ვით ამას ვაბარებ აღსარებას ახლა გოჩას და შედი ახლა და მეურჯი აღარ დაგინახო გარეთ გამოსული თორე აგახევ მაგყურებს გავაღე კარი ახლა და მეთქი თუ სკამი მომხდო მე ისე იგი მიხვდა გულიკო მასწავლებელი და თუ შემიშვა და ხო გადავრჩი კაცო არც დედამინდა არც მამამინდა სანათესავოს მოხსნილი აქვს პრობლემა და სკოლაში თურჩები და მახსოვს გულიკო მასწავლებელი ასე მეძა შემოდი იმიტომ რომ იმასაც რიდი ქონდა ახლა უკვე всё ეს გაჭრა დოლიძის ამ პაროდია რა იცოდა ის ბოლოზარზე მოხევი კაცო მე ბოლოზარზე უთხარი რომ მეთქი გულიკო მასწავლებელო თქვენ რომ ის მე მე-9 კლასს მე აღარ მასწავლდა სხვა მასწავლებელი მასწავლდა მაგრამ ამას ხო უყვარდი მაინც ხო და უკან ბეჭებზე რომ მაწერდა მაგ დროს უთხარი რომ მეთქი აი გახსოვთ მეთქი გულიკო მასწავლებელო თქვენ რომ გამომაგდით და გოჩა მასწავლებელმა რომ დამაბრუნა და კიო და მეთქი უკვე იცის კომთელმა სკოლამ ამ გოჩამაც იცის უკვე 2 წელიწადში 3 წელიწადში უკვე ეს ასე ვთქვათ მოედო მთელ სკოლას რომ დოლიძე ბაძავს გოჩას ხო და მეთქი ის გოჩა მასწავლებელი მეთქი მე ვიყავი მეთქი მაშინა აში რაღაცა მეთქი რა მაიმუნიც იყავი ის მაიმუნიც ახვალ ამ სკოლიდან ხო და ასე გადავრჩი მაგ სიტუაციაში მე გოჩამაც გაიგო გოჩამას ბატონმა გოჩამაც გაიგო და ეს კაი ვარია მოდი აქ დამიზახ მე მივედი ახ ეგ მომკიდახები ეს კედელთან მიმაყუდა ესე და ესე მომიღიტინა და როგორ ლაპარაკობს გოჩათა ბაგარიო მითხრა აუ ხედე როგორ ლაპარაკობს და ასე მეთქი რეაქცია ოდნავ ღიმილი წამოდი და ახლა სასწაულსაც მასწავლებელი შეგიყვანო და მასწავლებლებსაც უთხარი როგორ ლაპარაკობსო
შევედით ახლა და სანამ შევიდოდით გავაჩერე. ნუ ხმაურობთ მან. გოჩა, ვიღაცა დამიძახა იქ და ჩემ ყველაზე და ჯერ მე შევედი და მე ეს მოვიდნენ ესენ და ეს უკვე იყო გამჟღავნება ჩემი, ოღონდ და არ იყო ამაში რა მომენტი იყო. ჩუმად სიგარეტს ვეწევდით ხოლმე და სიგარეტის მოწევის დროს უკვე ეს გოჩას ხმა იყო ტუსკოზირი. ჩაოლებრივი ამბავი იყო. ტუსკო მე-11 კლასში რო სიგარეტს ვიღაცა ჩუმად ეწევა და ერთ ხმას გაუშვებდი, იქ ერთხელ მახსოვს რაც ახალმოკიდებული რამოდენიმე სიგარეტი პირდაპირ ტუალეტში რო გადავარდა და მე კიდე გამომკლეს ბიჭებმა, იმიტომ რომ სად იყო ხა ყოველას თითოყოლობი კი არ გვედო ჯიბეში ერთ-ერთ 3-4 კაცი ეწევდით ხოლმე და გამომეპარნენ და გამოვიყენე ეგ სიტუაციაც. ასე რომ ბევრი ცოდვა მიმიძღვის სკოლის პერიოდში როგორც მოსწავლეს, ისე როგორც კაცს. თუმცა ამბობ რომ უდარდელი ბავშვობა მქონდა 90-იანებში და თბილი უფრო. ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ რას, რომ ის სითბოდა ადამიანების ურთიერთობა უფრო მენატრება. მე მაგალითად ახლა სულ ახლა ხანს 9 აპრილის 36 წლის თავი იყო, ხო? და როგორი რაღაცა იყო, იცი რომ 9 აპრილის შემდეგ ჩვენ ვიყავით მაშინ 11-12 წლის ბავშვები, ხო? 9 აპრილის შემდეგ მე ისეთი სიყვარული ერში რომელიც იყო, მე იმის შემდეგ აი ამდენი ხო 40 წლამდე 36 წელია გასული, მე არ მინახავს. რომ ავდიოდით საზოგადოებრივ ტრანსპორტში ეს ტროლეიბუსი იქნებოდა ავტობუსი თუ სამარშრუტო ტაქსი, მინდოდა რომ ვინმე ამოსულიყო, რომ მე მისთვის ადგილი დამეთმო. აი ეს ამ დონეზე მზრუნველობის თემა იყო და ალბათ ეს სითბო გვაკლია, თორე ახლა გადაკეტე კაცო წყალი და შუქი ჩააქრე და მეტი კი არაფერი არ იყო 90-იანებში, შუქი არ იყო და წყალი არ იყო, არაფერი არ იყო აბსოლუტურად და შენ თუ ამ არაფრის გარეშე ბედნიერი ხარ, რა პრობლემა არის? მანდ მთავრობა ხო არ გადაგიკეთავს, მიდია შენ თვითონ გადაკეტე თუ ნოსტალგია გახჩობს, მაგრამ ჩვენ გვენატრება ის სითბო და ის ურთიერთობები, აი წეღა რაც ვთქვი, ხო, ტელეფონის ეხლა სოციალურ ქსელით ჩვეულებრივად ადამიანს გარდაცვლილ მამაზე, დედაზე უსამძიმრებ, ტელეფონით უსამძიმრებ და მაშინ უნდა ჩასულიყავი, მაშინ უნდა მისულიყავი, ურთიერთობები უნდა გქონოდა. ეს ურთიერთობებია მოსაძებნი და დასაბრუნებელი, თორე 90-იანებში არც ციფრები არ იყო ისეთი, ჩვენ რო ვეძახით ხოლმე რუსთავში ბლატნოი ნომრებს, იგივე მეორდება 2000-შიც, ხო? ეგ კი არ იყო ნოსტალგიური და ეგ კი არ იწვევდა ნოსტალგიას. ის ურთიერთობა და სიყვარული იწვევდა ურთიერთობის ნაკლებობას ახლა, თორე მეტი სხვა ისეთი არაფერი არ მქონია ახლა მე ბავშვობაში. შემდგომ მოკლედ ირჩევ ზიად პროფესიას, რომელიც როგორც ამბობენ, არაშემოსავლიანია. ან მსახიობებს მაგ დროს ძალიან უჭირდათ. არც ახლა არიან დავხენილები. რატომ გადადგინა ბიჯი? უკვე დიდი მსახიობი რომ გამხდარიყავი. 94 წელს მე რო სკოლა დავამთავრე და წავედი თეატრალურ ინსტიტუტში, საერთოდ მოუმზადებელი, აბსოლუტურად თეატრალურ ინსტიტუტის მაშინ ნახე პირველად. რამოდენად გამოცდებამდე ალბათ 1-2-3 კვირით ადრე პირველად ჩავედი, შევხედე რომ ვინმე თურმე ეს ყოფილა. მე მაშინ ვერ ჩავაბარე. პირველ წელს 94 წელს ვერ ჩავაბარე და წავედი მერე დავამთავრე ზაქარიაძის სახელობის თეატრალური კოლეჯი. მაგრამ მე რატო ვამბობ ახლა 94 წლიდან რატო და მე არ მახსოვს კონკრეტულად როდიდან დამეწყო მაგაზე ფიქრი. არ მახსოვს, აი მაგალითად ზოგის ინსპირაცია არ დაუშვათ, რომელიმე ფილმს ნახავს, სპექტაკლს ნახავს, ვინმე მსახიობს გაიცნობს და ის მასზე იმხელა შთაბეჭდილებას მოახდენს, რომ თუმცა თქვენმა და ქართული ფილმების თითქმის ყველა ტექსტის ზეპირად იცოდით. ძალიან კარგად ვიცოდით. ქართული ფილმი ფაქტიურად რა იყო, იცით რომ საყვარელი ქართული ფილმი ძალიან ბევრია. ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ალბათ ნაწარმოებიდან გამომდინარე დათა თუთაშხია, იმიტომ რომ სასწავლო პროცესი არის ჩემთვის, ეს ყველაზე ისეთი ფილმია. როგორ შეიძლება არ მოგწონდეს ერთი კადრების აბსოლუტურად მთელი რომელიმე ქვეყნის კინემატოგრაფიად სესილია რომ ნატურისხეში რომ შეფასებას აკეთებს. სხვათა შორის იგივე ვარიანტია გამეორებული ალ პაჩინოს ნათლიაში. იგივე თემა არის. ოღონდ ეს გაცილებით უფრო ადრეა გაკეთებული ვიდრე ის.
ეხლა ვერ გეტყვი ხლა იმან ნატვრის ხენახა მეთქი ალპაჩინომ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფორმა, სამსახიობო ფორმა ერთნაირები არა. ქართული ფილმებიდან ბევრი კომედიური ჟანრის ფილმებიდან აბსოლუტურად ყველა. ნუ ახლა როგორ შეიძლება ფეოლა არ მოგწონდეს და არ გიყვარდეს, ბურთი და მის ფეხბურთს თუ რაიმე ფეხბურთზე ახლა მე ვგიჟდები, მეთქი არა ვარ ასეთი, მაგრამ იპოლიტეზე ვგიჟდები. არის რაღაცა მომენტები, როდესაც ქართული კინო კარგად იცი, კარგად გესმის, მაგრამ ჩემთან ეს მომენტი არ ყოფილა, რომ აინსპირაცია რაღაცას ისეც მოეხდინა, რომ იმისი შთაბეჭდილება შეიძლება მოახდინა კიდეს უბრალოდ მე არ მახსოვს. თან მე ნახეთ როგორი რაღაცა არის, რომ სკოლის პერიოდში ჩვენ ადამიანებმა ვიცით ხოლმე, რომ ვიღაცას რაღაცა ტაბუს დავადებთ და ის შენ მსახიობი გამოხვალ. აი შეიძლება ბავშვის ფსიქიკაში იმდენად ილექება, რომ მას ეწავედი 94 წელს თეატრალში ჩავაბარებ მეთქი და მე წავედი კოლეჯში ჯასაბარებლად, იმიტომ რომ მასე თვითდაჯერებული და აი ყველაფერს მე გავაკეთებ და ეს ჩემი პროფესიაა და რა. თუმცა ეს იმდენად მყარად იყო, რომ რატო დავიწყე ხლა ამ ხელა საუბარი და შესავალი მაგაზე, რომ ვერ ჩავაბარე და всё, მორჩა დავრჩი გარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ლიტერატურა თავის გრამატიკიანად ძალიან კარგად ვიცხო, თუმცა მომზადებელი ვიყავი აბსოლუტურად. თლად მასე მომზადებელიც არ ვიყავი, მაგრამ რაღაცეები იყო კიდე იქ ისეთი, რომელსაც მითხრეს, რომ არა, შენ წელს ვერა. წლის დაკარგვა უკვე სერიოზული რაღაც პრობლემა იყო ჩემთვის და მე რატო ვამბობ, ეხლა ისტორია ძალიან კარგად ვიცოდი. ქართული ენა, გრამატიკა და შემეძლო ფილოლოგიურზეც, ისტორიულზეც ჩამებარებინა, მაგრამ ეს მერე გავიაზრე. ჰუმანიტარული საგნები ჩემი იყო დაუშვათ, ხო? მაგრამ მე გავიაზრე, რომ არც მომსულია თავში აზრად, რომ რომელიმე სხვა პროფესია ამერჩია და ალბათ კარგი ვქენი. რატო იცი, რომ თუნდაც ის ერთი წელიწადი რომ მე სხვაგან წავსულიყავი, მაინც უკან მობრუნება და დამჭირდებოდა, იმიტომ რომ 97-ში ჩავაბარე, მე 94-დან 97-ში ჩავაბარე, მანამდე ის დავამთავრე და პარალელურად ვსწავლობდი თეატრალურ ინსტიტუტში კინომცოდნეობის ფაკულტეტზე. მიუხედავად იმისა, რომ მე პარალელურად უკვე რო ჩავაბარე, მან მუშაობდი საბავშვო თეატრში რუსთავში, მერე სხვა თეატრებში, ტელევიზიებში მუშაობდი. ოღონდ ეს როგორი რაღაცა იყო, იცი რომ აი გაიქცეოდი, ჩაწერდი, მოხვიდოდი, გაიქცეოდი რაღაცა სპექტაკლს, რეპეტიციას გვიან გექნებოდა, ან პირიქით ადრე გექნებოდა, აი ასე თუ ვალაგებდით და ეს დაკავებულობა სულ ახლავს მაგ სიტუაციას და მაგ იმას თეატრალურს და ვერ ვიმუშავებდი სხვაგან და მე ვერ ვისწავლები პარალელურად. როდის აღმოჩნდი სერიალ ტიფლიში? სადაც უკვე ფართო საზოგადოებამ გაგიცნო. სერიალი ტიფლისი, ნუ როცა დაიწყო გადაღებები რა. რაც არ ნახმამაღალი ნათქვამი იყოს, ფაქტია, ასე იყო, მე უნდა მეთამაშა მთავარი როლი ამ სერიალში. იყო არავინ არ უარყოფს ახლა მაგას არც ლევან დაბრუნდაშვილი, ისიც ემიგრანტია და მინდა ამ პლატფორმიდან მივესალმო და დაბრუნება და კიდევ მრავალი წარმატება უსურვო, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოვასწარით ჩვენ ერთმანეთთან ისეთი ტანდემის გაკეთება, როგორიც მე მინდოდა დაუშვათ და არა ვარ წინააღმდეგი იმაზრისა, რომ მასაც უნდოდა ღმერთმა მომავალში შეგვახვედროს. მე უნდა მეთამაშა ის ლევან ამილახვარი, ვინც იყო, ნუ ყოველ შემთხვევაში იმ კატალოგში, რომელიც მანამდე იყო გამოსული, ასეთი თანმიმდევრობით ვიყავით, რომ ის მთავარი ვინც იყო პირველი სეზონის ბოლოს რო კლავდნენ. თუმცა მე არასდროს ჩემს ცხოვრებაში რაღაცები მე ისე შეიცვალა და დაალაგდა, არავისი ის არ იყო ახლა ზუსტად მესმის, რატო როგორ რანაირად ესე კი ასე იყო საჭირო, იმიტომ რადგან ფილმი გამოვიდა და ფილმი შედგა. მე არასდროს არ მქონია რაღაც გაბუტვის მომენტი, არასდროს არ მქონია ესეთი მომენტი, რომ აი მე ეს თუ არ მექნება, ის არ მექნება, მე მომთხოვნის თვალსაზრისით ნაკლებად, იმიტომ რომ რაც გეძლევა ის მოდი რა ჯერ გააკეთე კარგად, რაც შეგიძლია მაქსიმუმი ჩადე, თუმცა მეტი შესაძლებლობები როდესაც გაქვს, მეტი შესაძლებლობებს რაჯობია. ეხლა იგივე რაღაცა არის, როცა წყურია და ერთ ჭიქა წყალსა და ერთ კლუბ შორის განსხვავება, როდესაც პოულობ მაგ თვალსაზრისით, თორე ტიფლისის გადაღებები ალბათ იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და კომფორტული. არაჩვეულებრივი ხალხი მუშაობდნენ და თამაშობდნენ შიგნით.
ტექნიკური პერსონალიდან დაწყებული რეჟისორები, ოპერატორები, აი ყველანი. თან მე უშუალოდ GDS-ზე მუშაობდი მაგ პერიოდში და ეს ჩემს თვალწინ იქმნებოდა აბსოლუტურად. ვინმე თუ მონტაჟის პერიოდში შეეძლო რომ ვერ ენახა, ოღონდ პირდაპირ ვიტყვი დავიფიცებ რომ არც ერთ მომენტში მე არც ჩამიხედავს კამერაში დაუშვათ რომ აი თმა როგორ ამაქის ეს ჩემი პრობლემა არ არის, ეს ჩემი ინტერესის სფერო აბსოლუტურად არ არის, იმიტომ რომ მე ვენდობ იმ რეჟისორს, რომელიც რეჟისორიც ამ ყველაფერზე შენ გაკავებს და შენი იმედი აქვს. ჩემს თვალწინ ხდებოდა მონტაჟიც, ფერთა კორექციაც, ხმაც, აბსოლუტურად ყველაფერი და ფაქტიურად როგორ იყო, იცით რომ მუშაობის პროცესში თუ კი მე რამეთი დავინტერესდებოდი, ხელმისაწვდომი იყო აბსოლუტურად, ჩემები აკეთებდნენ თავიდან, ყველანი ჩემები იყვნენ. აი აბსოლუტურად ყველანი ჩემები იყვნენ და ეს იყო პერიოდი ალბათ ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ყველაზე თბილად და ტკბილად მაგონდება ჩემი პროფესიის შედეგად დადებული შედეგი. აი ყველაზე ისეთი მერე იყო უკვე მაგ ყველაფერზე იყო უკვე ხალხის გამოხმაურება, რო გცნობდნენ, გერიდებოდნენ. არ გიქმნიდა უხერხულ მომენტს ქუჩაში რომ გცნობდნენ? ქუჩაში ერთხელ ერთმა ხალბატონმა ისე დამწყევა და ჩამდოდა არა მომიღო მიწიდან რომ რა ვიცი რა. ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში სპექტაკლში თამაშობდი და მივდივარ მარჯანიშვილზე რა და მოხალმა შედამპალოო მე ძახს მე და გამოვხედე მისი ძახს შეგაუნები შედამპალოო მე მითხრა ჯორა და შევხედე ეხლა ნორმალურად ჩაცმული შუახანს გადაცილებული ქალია რა და ბოდიში კი არა შენ გნახე მიწაში ჩაგდე არ მოგიღრო აი ხო მეთქვა და ლუკას რა უქენით ბიჭო ვერაფრით ასე ვერ მოვედი რაზე მელაპარაკება ლუკა ვინ ლუკა მეთქი ლუკა დიშვილი მყავს და პატარა ბიჭო ის როგორი რაღაცა იყო იცი რომ საფიცარი მყავს ლუკა და ეხლა ისეთი თემა არის რომ ლუკას რა უქენითო თქვენ დამპლებო ეს ხალ მეუბნება ოღონ გამწარებულია კაც ის კი არა რომ რაღაც ღიმილნარები არა სერიოზულად მეჭუბება და ვინ ლუკა ხალხი შეგროვდა უკვე რა შემოგვერტყა გარეთ და მე დგავარ შუაში და ეს ხალი რა ვიცი რა წევლის და დაგავს და რა ვიცი ლანძღავს და ერთმა ბიჭო ერთმა გაახაროს სერიალიდან გეუნებაო ძმაო სერიალიდან გეუნება სერიალიდანო დამიზახა ვიღაცა ხალბატონო თქვენ თეატრში რომეო და ჯულიეტა რაღაცა ესეთი არ ნახოთ ტირილით მოკვდებით და ოტელო არ ნახოთ მეთქი შეიძლება დესდემონა დახჭობის დროს ვერ ეხემოკლათ ის მეთქიო რასლავ ფილმია ფილმში არ ვიცი მეო შენ ისეთი იმიტომ რომ იმიჯი ქონდა უკვე ისეთი რომ შეგეძლო შენ ჩვეულებრივად ამ ბავშვი გაგეყიდა ან ვიღაცისთვის ყელი გამოგეჭრა ასეთი თემა იყო და ეს მაგრამ მიუხედავად მაგისა ეს რიდი გამოიწვია და უკვე ნახეთ როგორი რაღაცა იყო ეს უკვე შემდგარი ფილმის შედეგი იყო ეს იყო შემდგარი ფილმის შედეგი რომლის ერთ-ერთი მონაწილე შენ იყავი და ეს რა თქმა უნდა დიდ სიამოვნებასთან იყო ასოცირებული და ასოცირდება ყოველთვის და როდესაც ადამიანს ეს იწლების მერე ნუ ამავე 2-3 წლის წინ ქორწილში ვარ მოვიდა ერთი კაცი ჩემთან და ჩამეხუტა და შენ ვერ წარმოიდგენ როგორ მეზიზღებოდიო მეთქა რა სლოვაკო რა ხოლმე ყველას ხო გვაქვს რაღაცა ისეთი ცუდი რაღაცა გაკეთებული მაგრამ ესეთი ცუდის არაფერი არა მაგ გაკეთებული რომ ახლა დასრულმა ადამიანმა მითხრას როგორ მეზიზღებს აბსოლუტურად არ ვიცნობ საერთოდ არ ვიცნობ და რატო მეთქი რა რატო მეთქი რა დაგიშავეთ ბატონო მეთქი ჩემზე უფროსია კაცო არაფერია კაცო იმ ფილმში აი ნუ უყურეთ ამ ფილმს მეთქი თუ ესე თუ შესხორებაზე მოქმედებს ნუ შეხედავ მეთქი ნუ რატო უყურებ ამ ხელა კაცის სერიალებს საქმე გააკეთე იყო არის ეს დამოკიდებულება არის და მე ადამიანი რო გაგიცნობს ხო ფაქტიურად სულ ცუდი როლები მაქვს კარგს ვინ მოგცემს მაგრამ ისე ვლაპარაკობ სულ ცუდი როლები მაქვს ნათამაშები მე იყო ეხლა ეს ჩემი ცოლის დაქალებში ნუ ისეთი მომენტი იყო რომ რავი რა გითხრა ეს იყო პროტოტიპი აბსოლუტურად ყველა ცუდი უარყოფითი მთავრობის წარმომადგენლის ნუ რამდენადაც შესაძლებელი იყო რომ გაგვეერთიანებინა თუმცა მან უკვე იყო
უფრო სხვა დამოკიდებულება. ამ ტიფლის რაც შეეხებოდა ტიფლისი უფრო მხატვრული ფილმისკენ იხრებოდა, მიუხედავად გრძელტანიანი ნაწარმოებისა, თვითონ ფილმის სულისხმობდა. ჩემი ცოლის დაქალებში თუ რომელიმე მინისტრს მოხსნიდნენ, ის რეალურად მერე მას ეხდებოდა. ან თუ ჯერ მოხსნიდნენ, ის უკვე გადაღებული ჰქონდა და მერე გადიოდა ჩემი ცოლის დაქალებში. თქვენი სცენარის ავტორი დევდარიანმა საიდან იცოდა წინასწარ ქეთიმი? მე არ ვიცი ქეთიმ საიდან იცოდა. მაგრამ ყველა კარგად აღნიშნავს, რომ იმას კითხოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იყო ნათელი მაგალითი რეალური ცხოვრებისა. საქართველოს მოსახლეობის. ჩემი მონოლოგია ერთი, მასე ვერ დავასახელებ, ნახეთ და მოიძიეთ მერე პრემიერ-მინისტრი ზუსტად იგივე შინაარსის რაღაცას ლაპარაკობს. აბსოლუტურად ზუსტად იგივე შინაარსის რაღაცას ამბობს. დაახლოებით 3-4 დღის შუალედში. ეს იყო თემა, იმიტომ რომ ეს იყო ალბათ აზროვნების შედეგი, ყველა გადადგმული ნაბიჯის შედეგი, პოლიტიკური მოვლენების შედეგი, დამოკიდებულებების შედეგი ერთმანეთის მიმართ. და ამ როლმა მე მაგალითად მომცა მიუხედავად იმისა, რომ უარყოფითი როლია, მიუხედავად იმისა, რომ დაუშვათ ცუდი პიროვნება, შინაგანად ცუდი პიროვნება, მე მის როგორც ტიფლისში გაკეთილ შობილებას ოდნავ მაინც მივაღწიე, ნუ ყოველ შემთხვევაში კათარზისამდე მის სასულელ გზაზე დავდექი ყოველ შემთხვევაში მე სანამ თავს ჩამოიხჭებოდა და არც აქ მე მიღო და არც იქან ვერ მიიღეს ეს სიტუაცია რო იყო, მაქამდე შესასულელ მაქამდე მისასულელ გზაზე დავდექი და ისე მოვკვდი და აქ ისე მომიწია უცებ გაქრობა რომ მინდოდა რომ ესეც გამეკეთილ შობილებინა, იმიტომ რომ ყველა ადამიანს ნებისმიერს მე არ ვლაპარაკობ ფსიქიკურად შეშლილს და მანიაკს, რომელი ადამიანის რაიმე ნაბიჯს დგავს, აქვს თავისი ლოგიკა. აქედან გამომდინარე მინდოდა რომ ყველაფერი ისე ჩამეშალა, რომ ამ კაცს თავისი ლოგიკა ქონოდა. მე ვკითხე პირველი რაც იყო, ეს ხომ არ იყო ვინმეს პროტოტიპი. იმიტომ რომ ვიღაცა ერთი კონკრეტული ადამიანის დაცინვა და გამასხარავება არ არის მსახიობის თვის იმდენად საინტერესო და ეს რადგან იყო აღებული ფორმატი, ეს რადგან იყო ზოგადი კრებითი სახე, მთლიანად უარყოფითი პოლიტიკოსი იქნებოდა თუ ხელისუფლის მხრიდან, რა თქმა უნდა საინტერესო იყო ჩემთვის, რა თქმა უნდა საინტერესო და რაზე უწევს თან მსახიობს ამ პროფესიის ადამიანს წასვლა. ნახე, როდესაც სცენარს წაიკითხავ და ამის შინაარსს გაიგებ, ვინ არის ბიოგრაფიას, როდესაც გაეცნობი, ცუდი ადამიანი რატო უნდა უყვარდეთ? ელემენტარულად. ესე იგი, მე ფაქტიურად მიუხედავად იმისა, რომ თეატრში მქონდა სამუშაო და გახმოვანებაში მქონდა სამუშაო, კინოში სამუშაო არ მქონდა და მე უნდა ამერჩია ან გრძელვადიანი ზიზღი ხალხისგან, ან საერთოდ გამენებებინა თავი. და მე ნახე როგორ რაღაცა არის, მაინც მსახიობისთვის იმ ხელა რამეა, რომ უარის თქმა ძალიან ძნელი. გრძელტანიან ნაწარმოებზე პერსპექტივაში, რომელიც შეიძლება რომ წავიდეს, რაც უნდა უარყოფითი ან დადებითი იყოს, ან რომელიმე რაიმე კონკრეტიზაცია, როდესაც ხდება, მაინც რთულია იმაზე უარის თქმა და ნახე რა მოხდა, რომ მე რო ველოდი, რომ პირიქით ხალხი შეზიზღდებოდა ეს პერსონაჟი, მე მაგალითად ერთი ზიზღის მომენტის კი არ მქონია. ტიფლისზე უფრო მქონდა დაუშვათ ეგ მომენტები, რომ აი შენ საზღარი პიროვნებას თამაშობ და რაღაცა, ვიდრე ეს იმდენად რეალური და ხელშესახები იყო. მიხვდით? იმიტომ რომ აი ეს აქვს დაუშვათ სერიალს, ის აქვს დაუშვათ ფილმს განსხვავება. სრულად მუშაობდი რუსთავის თეატრში. ახლაც იქ მუშაობ. მაგრამ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობ, რომ ერთ-ერთ თეატრში, სადაც მუშაობდი, დარჩი უმუშევარი. სანამ მუშაობ გახმოვანებაზე დაიწყე მუშაობას, მიდიოდი მოკლედ რუსთავიდან, ქონდა ჯიბეში მხოლოდ წასვლის და წამოსვლის თანხა. ხო, აი ეგ პერიოდი რომ გაიხსენო და ასევე ბასა ფოცხიშვილის ტექსტი, ანუ თუ ადამიანი არ ხარ ზარმაცი, მაშინ
არ იქნები მოკლედ. ჩამჯდარ ხარ თქვენ ჩემს მიცემულ ინტერვიუებში. 2003 წელი იყო ცხონებული ჩემი პედაგოგი და მაშინ რუსთავის თეატრის ხელმძღვანელი გოგ ქავთარაძე წავიდა თეატრიდან და ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება და არა მხოლოდ ჩემი 17 ადამიანი 17 მსახიობი წავყევით მას და მართლა დავჭი უმუშევარი და თან ნახე როგორი რაღაცა იყო იცი უმუშევარი დავჭით იმიტომ რომ 37 ლარი რომელიც თეატრში ქონდა ხელფასი ის აღარ ქონდა ხო და როგორი რაღაცა მომენტი იყო იცით რომ უფრო საქმე დაგვაკლდა თორე ხა 37 ლარი რა ხელა ძალაც არ უნდა ქონოდა ლარი ახლა კუვეიტურ დინარზე დიდი არასდროს არ ყოფილა და აქედან თუმცა ეძებდი სამსახურს კი ბატონო და დადიოდი მოკლედ თბილისში სამსახურის საძებნად 2 კვირის განმავლობაში ზუსტად 2 კვირის განმავლობაში არ ვიცი როგორ არის გამყოლს გავყვებოდი ორთაჭალამდე ჩამოვიდოდი და ორთაჭალა რატო იცი რომ საწყისი იყო თბილისის საწყისი და მე გავყვებოდი ფეხით ხო ვაკებდე ცავსულ არ ფეხითო ანუ რა პრობლემაა გას დიღომში რომ ცოდნოდა რომ ყოფილიყო რა ფეხით რა პრობლემა არის ვაკის მე რაღა არის არაფერი ვაკები ხო ვაკის მაშინ არ გიფიქრია ემიგრაციაში წასვლაზე არა არასდროს არ მეფიქრია, იმიტომ რომ ნახეთ როგორ რაღაცა ემიგრანტებს, აი ეს სულ ამომივარდა ახლა თავიდან ეგ სიტუაცია იმდენად ჩემს გამლელ ცხოვრებას დავაკვირდი, რატო არ მიფიქრია მარტივად გეტყვით, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებსაც მანქელანების ყოფა აქვთ. რომ წავიდნენ ემიგრაციაში. ბატონო, მაგას ჩემთვის პირადად ყველაზე მეტად ჭირდება ნებისყოფა და ჭირდება კიდე რაღაცეებზე გადაბიჯება. მე მაგალითად ახლა აი ბავშვობის პერიოდში ვარ ნამყოფი როგორც რუსეთის მხარეში გასტროლებზე, ისე თურქეთში, ისე ბელგიაში, სადაც მღეროდით ანსამბლში და იქიდან მივდიოდით გასტროლზე, ხო? კვირა ნახევარი 2 კვირა რამდენიმე მერვე მე-9 კლასელი ბავშვისთვის იყო ჩემთვის ტანჯვა რა მქონდა მე აქ ნანახი 2000-იან წლებში ახლა რომ ბელგიაში პირველად კოკა-კოლა და სპრაიტი რო დავლიეთ ეს იყო ცხოვრებაში სერიოზული რაღაც ჩვენთვის 88-ში თუ 87-ში ვიყავით ხო ნახე როგორი რაღაცა იყო ოღონდ მიუხედავად უამრავი სიახლისა და გამწყინებული გაშტერებული თვალებისა გამწყინებული უნდა ნანახი გქონდეს რომ გადაიმეორო მე და თვალი გაგიბწყინდეს და მაშინ როგორი რაღაცა იყო რომ ეს იყო ნეტა რა ხმა აქედან გამოდისო იმისი არის ხარება და გოგიასი რო არის პატეფონს რო უყურებს ხმა აი ესე გაშტერებულ მდგომარეობაში დავდიოდით და ვათვალიერებდით ყველაფერს ბრიუსელში დიდი მოედანი რო აქვს ცენტრალური იქ რო გავედით ეს რა ვიცი რა გითხრა და ახლა ასეთი მოედნები იმას ისტორიული ღირებულებები აქვს თორე ასეთი მოედნები ახლა მერთმა უამრავი მოგცეს ჩვენც კი გვაქვს მაგრამ ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ახლა ბრიუსელის მოედნისა და რუსთავის მოედნის შედარება, მაგრამ ჩვენთვის ბრიუსელიც არის და პარიზიც. ნახე როგორი რაღაცა იყო, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, 2 კვირა იყო მაქსიმუმი. რაც შეიძლება ერთი სული მქონდა რომ ჩამოსულიყავი. ეს ახლა ერთხელ რო დაგემართება ბავშვს მოზარდს ეგ თემა სხვა არის, მაგრამ სისტემატურად რომ ასე ხდება ახლა ბავშვობაში 3-4 ჯერ ვიყავი და უშუალოდ მე ახლა მოზრდილ ყმაწვილ კაცობაშიც რამოდენიმე ჯერ საზღვარგარეთ ვიყავი და ეს 10 დღე იყო ნორმალური და მე იწყებოდა აი ნიკოლ ორთქიფანიძე მე გახსენდებოდა ხოლმე რა რომ რაღაცა ყველაფერი გაქვს რაღაცის გარდა და ეს რაღაცა არის ის საწამლავი რომელიც ქართველს აქვს ყველაზე მეტად ჩაწყვეტებული ალბათ და ნახე როგორი რაღაცა არის იცი რომ მე აი სადაც კი ემიგრანტი მესმის მიუხედავად იმისა რომ ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს ფინანსურად შეიძლება ის საქართველოში მაცხოვრებელ 70%-ზე კარგად იყოს მე მაინც მის მიმართ რაღაც სხვა თანაგრძნობის მომენტი უფრო მეტი მაქვს ვიდრე იმის ფინანსური მდგომარეობა მაინტერესებს იმიტომ რომ მაგას მე ჩემიდან გამომდინარე განვიცდი მე არ მეგულება ქართველი რომელიც იტყვის სადაც მე კარგად ვიქნები იქ ჩემი სამშობლოაო
სადაც მე კარგად ვიქნები, იქ ჩემი სამშობლოა და იქ მერე ის ბედნიერი ყოფილიყოს. მე მაგალითად ეგ წარმოუდგენლად მინაჩნია. რას ეთქვი ჩვენს ქართველ ემიგრანტებს, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრი ყავს საქართველოს სოფლიოში მიმოფანტული? მე მინდა, აი რაზეც ახლა წერამ ვისაუბრეთ, რომ აი ეს შენი ქვეყნის კარგი გაგებით შხამი, რომელიც გააქვს ჩაწვეთებული და მე ქართველი ვარ, ქართველი, ხო? აი შეგიმსუბუქოთ უფალმა და მე რამდენიც არ უნდა უსურვო ახლა ემიგრანტს, რომ იცი რა თქვენ დაბრუნებული იყავით საქართველოში, რა თქმა უნდა დაბრუნებული იყავით, ეგ ახლა სადღეგრძელოში რასაც ხალხი ამბობს, ის ყველაფერს გისურვებთ, პრობლემა კი არ არის. მაგრამ მე მინდა რომ გამართლებული ყოფილიყოს თითოეული თქვენთაგანის ნებისმიერ ადგილზე ყოფნა. გამართლებული ყოფილიყოს და მსუბუქი ყოფილიყოს სამშობლოს გარეშე თქვენი ყოველი წუთი გატარებული საზღვარგარეთ. ემიგრაცია ასოცირდება მონატრებასთან, მათ ენატრება ჩვენი სამშობლო საქართველო. გადაცემას, ჩემს ავტორო გადაცემასაც თქვია მონატრების ფერები. როგორი ფერი აქვს მონატრებას? ჩემთვის მონატრებას სხვადასხვა ფერი აქვს. ხან რუხი ფერია და რომელიც იშავეში მალე გადადის. აი ამიტომ არასდროს არ მიფიქრია ემიგრაციაზე. მე მაგალითად აქედან არც მიწას არ წავიღებდი და არც ვეფხისტყაოსანს. მაგრამ ჩემ შვილს ვეთყოდი, რომ იქ შენი მიწა და ვეფხისტყაოსანი გელოდება. და თუ ბავშვი ქართულად არ ლაპარაკობს თავიდანვე, მაშინ ამას უნდა მივხედოთ სერიოზულად. სხვა დანარჩენი მე ვერაფერს ვერ გეტყვი, უფალმა გადღეგრძელოთ და დაგლოცოთ ყველა ემიგრანტი და აბსოლუტურად ყველანაირი თქვენი ნაბიჯი და ყველანაირი გატარებული ქვეყნის გარეთ წამი ყოფილიყოს გამართლებული. ზვიად ქონდა მხატვრული კითხვის საღამო. ქალაქ რუსთავში თუ აპირებ იგივე საღამოების გამართვას ქართველი ემიგრანტებისთვის უცხოეთის ცის ქვეშ? მე ვერ ვეთყვი ვერც ერთ ადამიანს დაუშვათ, ხო, რომ მოდი რა, მე ლექსი უნდა წავიკითხო და შენ მომისმინე. გუშინელი საღამოც კი ჩემთან შეთანხმებული როგორ არ იყო, მაგრამ ჩემი ორგანიზებით გაკეთებული არ იყო. მე შემიძლია შენ დაგპატიჟო ჩემთან სახლში სუფრასთან, მოდი და თვითონჯერ გადავლიოთ, გაგვიმარჯოს, კარგად ვიყო და ეხლა მე ჩემი შემოქმედების მოსასმენად შენ როგორ უნდა დაგპატიჟო, თუ შენი მხრიდან არ იყო მაგის ინტერესი. თუმცა არის მომენტი, საბერძნეთიდანაც არის, გერმანიიდანაც არის, იტალიიდანაც არის და ველოდები რაღაცა პერიოდები მზადდება, რომ მე ზუსტად ვიცი რა როგორც ხდება, რანაირადაც ხდება იქ დარბაზი, რამოდენიმე თვით ადრე უნდა დაიქირაო და უშუალოდ ნებისმიერი თემიდან გამომდინარე, აი ნებისმიერი სიტუაციიდან, ნებისმიერი პირობებიდან გამომდინარე არის რაღაცა მომენტები, როდესაც მე აქ მართლა უნდა გავაჩერო ყველაფერი. აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გავაჩერო და წამოვიდე აქ ეხება ლაპარაკი გახმოვანებას, სპექტაკლებს, გადაღებას, რაც იქნება და როგორც იქნება და ემიგრანტებისთვის ეს არის ჩვეულებრივი, აი რა გითხრა, საშვი ჩემთან მიმართებაში. მაგალითად, რომ ემიგრანტების სურვილი გამოდგეს, სურვილი მოვიდეს ჩემამდე და მე ალბათ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათ ეს სიტუაცია არ გავუჯანჯლო, ასე ვთქვა. დაუშვათ, სანამ ემიგრანტები ესე პირისპირ გნახავენ და მათთვის საღამოს გამართავ, ერთი ლექსი რომ წაიკითხო. შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა, შენი სიცოცხლისთვის თუნდ სიკვდილი მინდა, შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა, შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა, ჩემი არ მეყოფა სხვისი წილი მინდა, სხვა დაბადების დღე, სხვა ქორწილი მინდა, შენი საიდუმლო ყველა ღილი მინდა, შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა, მე შენს ნაკვალევზე სულ სილბილი მინდა, მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა, შენ რომ უნდა მოგკლას ის სიკვდილი მინდა, შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა, ჩვენ რომ შეგვაერთებს ის მანძილი მინდა, შენ რომ დაგწამებენ მეცის წილი მინდა, შენი ყველავალი გადახდილი მინდა, შენი გამოხედვა კმაყოფილი მინდა, შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი.
თავად თუ წერ ლექსებს, მესმის რომ სხვის ლექსებს კარგად მოკლედ კითხულობ. ფანტასტიკურად. წია რაღაცა ისიც დაკითხული გექნება და მაგასაც ვერ დავმალავ თორე მაგასაც არ გეტყოდი. ერთადერთ ხელმომიწეა ჩემი შვილისთვის რაღაცა რომელიც ჩაწერილი არის და დევს სოციალურ ქსელში რომელიც ბავშვისთვის მომიწია დაწერა. ცუია შენ ახსენე რომ ლექსი რომელიც ერთადერთი ლექსია დაუწერე საკუთარ შვილსო. კი ბატონო. შვილი არ იქნებოდა თუ არ გეყოლებოდა მეორე ნახევარი, როდის ხდება შენს ცხოვრებაში ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა. კი ბატონო, 2007 წელს იყო. როგორ გავიცანი ისიც გაინტერესებს თუ პირდაპირ მივუყვეთ, ხო? პირდაპირ მივუყვეთ და ამბობ მოკლედ რომ სახლში ცხოვრობთო მე, ჩემი მეუღლე, სამი შვილი, დედა და ძაღლიო. კი ბა ძაღლი გოგოა. გოგოა კი. და გოგოების გარემოცვაში ხარ? გოგოების გარემოცვაში გახლავართ, კი ბატონო, ერთადერთი მამაკაცი და საკმაოდ განებივრებული სხვათა შორის ძაღლისგანაც კი. როგორ გაიცანი შენი მეუღლე? ჩემი მეუღლე გავიცანი სამარშრუტო ტაქსში რუსთავ-თბილისის რეისზე. რეისზე. მიდიოდი ჩაწერაზე? თუ უბრალოდ მიდიოდი რუსთავში და მაშინ სტუდენტი იყო ჩემი მეუღლე, ზის წინ ძალიან ლამაზი გოგო და ზაფხული იყო. პირდაპირ მიხვდი და გაიცანი თუ? აბა ახლა სადამა ირიბის დროს ადაკაცო რაც. ჩაფრენილი იჯდა ესე იმასთან, ჩამოწეულ ფანჯარასთან, რომ ცხელა გზაში და ეს ფანჯრისკენ უნდა იყოს და ეს მეთქი ამის დამთმობი არ არის. თუ ეხლა მე, ხო, წინ არის ლაპარაკი, თორე უკან სადაც შემოდის. უკან უკვე დაღლილი ჰაერი შემოდის რა ხალხგამოტარებული და ისე უნდა მეთქვა ამისთვის. ამ ხო არის მოგეწონა მე ეხლა უნდა მიხვიდე იქამდე, ხო? ისიც გიყურებს ეხლა, რომ აქ არ დაჯდეს ეხლა უკან ავიდეს ფსიქიკა, როგორ მიდის ფიქრები, მაგრამ არ მოვიდეს ახლა უკან ავიდეს, რომ ეს ადგილი შევინარჩუნო ბოლომდე ესეთი მომენტი არის და ამ დროს შენ აკეთებ როგორ მანევრს, რა, რომ მიდიხარ უკანა კარისკენ და მე უცებ უნდა ერთი გადაიწი ჩქაჩქაჩქაჩქაჩქაჩქაჩქა და იმდენად მოულოდნელი იყო ასეთი რაღაცა, რომ ავტომატურად გადავიდა. ახლა დაჯექი და ახლა შენ აღმოჩნდი ჩაწეული შუშა. აბა ჩაწეული შუშა არის აქ თავად. თანცხელა. ახლა იმდენად მომეწონა მაშინ და იმხელა ეფექტი ჰქონდა მის ვიზუალს, მე მანამდე არ ვიცნობდი. რომ უკვე აღარც მაინტერესებდა დაიმბერავდა თუ არა ის ქარი. თავარი იყო რომ მქონდა 45 წუთი რუსთავამდე, რომ მისი კოორდინატები არ გამქრალიყო. ახლა მეორე ფანჯრის მხარეს დაждომამდე ხონდა მენახა და ძალიან უშუალო წყნარად, შვიდად, ჯერ ეს გაბრაზებული იყო, რა თქმა უნდა, ახლა რომ კაი ადგილი წაარჩა. აბა ეგ იყო უკვე ესეთი რაღაცა და მე აბსოლუტურად უნდა ბოჯერ-ბოდიში უნდა მომეხადა. მე ახლა ხო არ ვეთყოდი რომ ეს თქვენი გაცნობისთვის თქვენი თორე მობზანეთ ახლა აქეთ გადმობზანეთ და მე იქ დავჯდები. მიხდი როგორ რაღაცა იყო და ეს იყო რაღაცა ისეთი ბედი დაარისპან ჩემო. ბედი ეგ არის. ბედი იყო ალბათ და მადლობა უფალ სამბელისთვის. სახელი არ გითქვამ შენი მეუღლის? ხათუნა ოქროპირიძე, სხვათა შორის ეს რომ კარგი მხატვარი არისო, ასე აქვს. კი, ძალიან კარგი მხატვარია. მისი შემოქმედებაა? კი, მისი შემოქმედებაა და მე ვიცი რომ ძალიან კარგი ადამიანი როა ეგ ჩემზე კარგად არავინ არ იცის, მაგრამ ხალხმა ისიც იცის რომ ძალიან კარგი მხატვარია და ჩემთვის მაგალითად ერთადერთი ყველაზე ისეთი პერსპექტიული და ძალიან ღრმა მხატვარია როგორც პორტრეტისტი ის. იმიტომ რომ მე მის ნაწარმოებებში და მის შექმნილ ნახატებში უგრძნობ ადამიანის სულს. ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემ ახლა მე და მხატვრობა ძალიან ახლოს არა ვარ კითხულობ, მაგრამ ხო, მხატვრულში მარტო გვაქვს საერთო. სხვა დანარჩენი არა და აქედან გამომდინარე ჩემთვის ახმადი თვალსაზრისით, ახმის თვალსაზრისით, შეგრძნება დროის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ პორტრეტში ჩანს ადამიანის სული, თვალები, შიდა სამყარო, ხასიათი. ეს არის ჩემთვის მაგალითად ყველაზე მნიშვნელოვანი პორტრეტში. და ამას ძალიან კარგად არა მხოლოდ პორტრეტი ფერწერი არის კარგი და ასე შემდეგ და მინდა რომ წარმატება უსურვო. საომავლოდ კიდევ ხო არაპირებს ზვიად დოლიძე რომ შეიცვალოს პროფესია. სად შეიძლება ვიხილოთ რა საომავლო გეგმები გაქვთ? ჩემი პროფესია შეამოწურინა ჩემი თავი და მაგას ერთი 3-4 ცხოვრება ჭირდება.
დავით ჩემო, აქედან გამომდინარე პროფესიის შეცვლას ნამდვილად არ ვაპირებ. და საომალო გეგმები რა გაქვს? სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვი, იმიტომ რომ პროფესია მაქვს ისეთი შემოგევლოს ჩემი თავი, რომელიც ჩემი თავი მე თვითონ არ მეყუდნის და აქედან გამომდინარე ნახე როგორ რაღაცა არის, რომ შევხედავ ახლა ამ რეჟისორებს მისაც გავახსენდები, რა სპექტაკლიც იქნება, იმაში უნდა ვითამაშო და რა გადაღებაც მექნება იმაში. ერთადერთი შემიძლია ავირჩიო ლექსი, რომელიც მე მომეწონება და იმას დავიკითხავ. ეს შემიძლია მაყურებელს თამამად შევთავაზო და გახმოვანებაში სხვათა შორის სერიოზული წინსვლები მაქვს მაგასთან დაკავშირებით, რომ რაც არ მინდა იმას არ ვახმოვანებ და აი თეატრს და კინოს მე ვერ საზღვრავ სამომავლოდ რა იქნება, თუმცა რამოდენიმე საღამო მართლა არის მხატვრული კითხვის დაგეგმილი და ალბათ მაგისთვის მოვემზადები. ერთადერთი მომენტი ეგ არის თეატრშიც არ ვიცი რა სიახლე იქნება, ყოველ შემთხვევაში ასე ხელმოსაჭიდი და ნიშანდობლივი არაფერი არ არის ჯერჯერობით გამოკვეთილი და სხვადასხვა რამოდენიმე მიწვევა მაქვს კიდევ საზღვარგარეთიდან ემიგრანტებთან და იმ სიტუაციას ველოდები კიდევ რომ ჩავიდე და მხატვრული კითხვის საღამო ჩავატარო. ძალიან კარგი წარმატებები მინდა გისურვო ზვიად და ბოლოს რას გვისურვებ ჩვენ გადაცემა მონატრების ფერებს, რომელიც ქართველი ემიგრანტებისთვის შევქმენით და მათ ხმას მსოფლიოს ვაგონებთ. გისურვებდით რომ მონატრების ფერები ყოფილიყოს ყველაზე რეიტინგული გადაცემა და ყველა ქართველს ეცხოვროს საქართველოში. მე მინდა რომ ყველა ემიგრანტი ცხოვრობდეს საქართველოში, ქართველებით დასახლებულ საქართველოში ცხოვრობდეთ, 99% რომ მაინც ჩვენ ვიყოთ ისეთ საქართველოში ცხოვრობდეთ და თქვენ პატივცემულო თქვენს ტექნიკურ და შემოქმედებით ჯგუფთან ერთად აქედან წახვიდეთ მსოფლიოს გარშემო ქართველებთან ერთად და არჩვენოთ როგორ ვისვენებთ ჩვენ საზღვარგარეთ. დიდი მადლობა ზვიად ასეთ საინტერესო ინტერვიუსთვის. თქვენ უყურებთ გადაცემას მონატრების ფერები, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. დღევანდელი ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება ქალაქ რუსთავში, სადაც ჩვენ გვასპინძლობდა ყველასათვის საყვარელი მსახიობი და კაცი ხმა ზვიად დოლიძე. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ზვიადს მასპინძლობისთვის. ასევე დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელ გადაცემის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა კი ჩვენს მთავარ პროდიუსერს ლიგია მუშკუდიანს, რომელიც საბერძნეთიდან ახერხებს, რომ საქართველოში და არა მხოლოდ აქ მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმოს ჩვენი გადაცემების ჩაწერა. შემოგვიერთით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამოგვყევით Instagram-ზე და გამოიწერეთ გადაცემა მონატრების ფერების YouTube-ის არხი. გააქტიურეთ ზარისხილა კი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. ჩვენი გადაცემების ხილვა შესაძლებელია TikTok პლატფორმაზე და My Video-ზე. გადაცემა მონატრების ფერების მოგზაურობას ევროპის მიმართულებით უზრუნველყოფს ჩვენივე ტურისტული კომპანია დაგითრეველი. მე გემშვიდობებით რამდენიმე დღით, რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონატრების ფერები. ახლა კი გიტოვებთ ზვიად დოლიძეს საუკეთესო ლექსით. როცა დაიწყებს წყარო საუბარს, მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი, შემოასკდება როცა ალბალს მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი, როცა კვირტები აფეთქდებიან, მთებს გადიფრენენ ფრთების ტკაცუნით, როცა ირმები დაფეთდებიან, მზეს შეხედავენ რქებში ჩაწორვილს, როცა მერცხალი ზეცა შეუტევს, როცა მიწაზე მზედა დარიდგას, ირემი აპრილს კარებს შეუმტრევს და ატმის რტოებს, რქებად დაიდგამს, როცა მზე მინდვრებს, კალთებს დაუცლის, საგვირილოდ და საენძელოდ და ირემი ირემს ბალახს გაუწლის და რქას მიურტყამს სადღე გრძელო და როცა წეწნები ატირდებიან და აკოცებენ ვაზებს ხარდნები, შევხედავ ზეცას ნატურის თოლებიანს, ავტირდები და ავხარხარდები, მოიგონებენ წარსულს მკვიდრები, აბუბუნდება ქვეყნად ყველამთა, გავდიადდები, გავსულდიდდები და ავენთები მამულს კელაპტრად დავდგები ცერზე. როგორც ავაზა, ერთს გადავხედავ დღეებს, გაფრენილს. მერე მოვკვდები ისე ლამაზად, ვით დაიბადა ეს ყველაფერი.